ეს ახალციხის სოფელი ივლიტაა, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 3 კილომეტრით არის დაშორებული. საქსტატის ბოლო ცნობით სოფელში 230-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქვეა ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის სახურავის დაზიანების და რეაბილიტაციის შესახებაც გასულ წლებში არაერთი რეპორტაჟი შემოგთავაზეთ. ასევე განახეთ თუ როგორ აღნიშნავდნენ მართლმადიდებლები შობას. თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით სოფელში არსებულ დაზიანებულ საავტომობილო გზაზე. როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან და კადრშიც ჩანს, ასფალტი დაზიანებულია და გზებზე ორმოულებია. ადგილობრივების თქმით, გზა განსაკუთრებით მას შემდეგ დაზიანდა, რაც მიმდებარედ ხიდის მშენებლობა დაიწყეს. იგეგმება თუ არა და როდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია? ეს შეკითხვა ახალციხის ახალ არჩეულ მერს ვარლამ ციკლაურს დაუსვით. მან გვითხრა, რომ თვითონ ჩავა სოფელში და გაერკვევა თუ რა საჭიროებები აქვთ იქ მცხოვრებლებს. ჩავალ ივლიტაში, გავეცნობი ადგილზე რა საჭიროებებია, მოусვენ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებთან გავლის შემდეგ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება საუკეთესო. გარდა მთავარი საავტომობილო გზისა, მოსახლეობას დაზიანებული შიდა საავტომობილო გზებიც აწუხებს. სწორედ ამიტომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობის უმეტესობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია. ახალციხის მერიამ გზების რეაბილიტაციის ტენდერი 30,000-მდე ლარზე 7 ივლისს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას გზის მოწესრიგება 26,000-მდე ლარი დაუჯდა.